ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ფსიქოთერაპიის ოთახში, სადაც ძირითადად მუშაობ ფსიქოსოციალური უნარების განვითარებაზე. ძირითადად ფსიქოთერაპია ბავშვებში ანვითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა სოციალური უნარების განვითარება, ფსიქოლოგიური უნარების განვითარება, კოგნიტური, აკადემიური, რთული ქცევის მართვა, კოგნიტური უნარები, როგორიცაა ხმაყურას დღება, მეხსიერება, აზროვნება. ჩვენ ბავშვებთან მუშაობთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. უშუალოდ რა საჭიროებები აქვს ბავშვს და რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მის ინტერესებს. გარდა ფსიქოთერაპიისა, ორიონში გვაქვს სხვადასხვა თერაპიები, როგორიცაა პოლისენსორული თერაპია, ფიზიოთერაპია, ხელის თერაპია, კიბერთვალი, მუსიკოთერაპია და ეს თერაპიები კომპლექსურად მუშაობენ ბავშვებთან, რათა განავითარონ ბავშვებში ბიოფსიქოსოციალური უნარები და გაუმარტივონ ცხოვრების ხარისხი. ეს პოლისენსორული თერაპიის კაბინეტი. პოლისენსორული თერაპიის კაბინეტში ფსიქოლოგი მუშაობს სხვადასხვა სენსორული სტიმულების გასააქტიურებლად. მუდმივად აკვირდება ბავშვს, მის ქცევას და რეაქციის შესაბამისად ცვლის სტიმულებს. პოლისენსორული თერაპია არის მრავალპროფილური თერაპიის მეთოდი, რომელიც მოიცავს შეგრძნებებს, როგორიცაა მხედველობა, ყნოსვა, სმენა, შეხება და გემოვნება. ასევე საყურადღებოა მისი მნიშვნელობა დამშვიდობისთვის, რელაქსაციისთვის და სამყაროს უკეთ შესაცნობად. პროგრამა ინდივიდუალურად დგება თითოეული ბავშვისთვის, მისი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ვრცელდება თერაპიული პროცესი 20-25 წუთის განმავლობაში, კვირაში 2 დღე, ტარდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრები ორკაციან ჯგუფში. ეს არის ინტერაქტიული დაფა, სადაც ხდება უკვე ნასწავლი მიზნების განზოგადება და ძირითადად უვითარებს ბავშვებს იმ უნარებს, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის მისთვის მნიშვნელოვანია. ციფრები ჩამოთვალეს, იქ რაოდენობა აჩვენეს, აქ მოვედით, მერე უკვე და ნატიფი მოტორული უნარები გამოვიყენეთ, რომ ფანქარი დავიჭირეთ ხელში და მოვხაზეს ერთიანი, ორიანი, სამიანი. ასევე ავითარებს კოგნიტურ უნარებს და თვალისა და ხელის კოორდინაციას, შეთანხმებულ მოძრაობას. ეს არის ინტერაქტიული იატაკი, ყველასთვის ყველაზე სახალისო აქტივობა. აქ არის ძირითადად თამაშით სწავლება. არის როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი თამაშები და აქ ვიყენებთ ისეთი უნარების განსაკუთრებულად, როგორიცაა კოგნიტური უნარები, აკადემიური უნარები, ფუნქციური უნარები, სოციალური უნარები. ბავშვები სწავლობენ რიგის დაცვას, გაცვლას, განაწილებას და სივრცეში ორიენტაციას. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ფიზიოთერაპიის კაბინეტში. ფიზიოთერაპია მიზნად ისახავს ადამიანის მოძრაობის გაუმჯობესებას, ასევე ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აღდგენას ან შენარჩუნებას. ფიზიოთერაპია და სენსორული ინტეგრაცია ერთმანეთთან არიან მჭიდრო კავშირში. განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებსაც აქვთ განვითარების შეფერხება, აუტიზმი, ცერებრალური დამბლა და სხვა ნეირომოტორული სირთულეები. სენსორული ინტეგრაცია და ფიზიოთერაპია ერთად არის მეტად ეფექტური, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ სენსორულ სტიმულებს. აქ გვაქვს საქანელა პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ვესტიბულური სტიმულაციისათვის, ასევე სმენით მოტორული კოორდინაციისათვის, ჰორიზონტალური თოკის და გორიალას დუეტი ერთად ძალიან კარგი საშუალება არის კოორდინაციისა და წონასწორობის სავარჯიშოდ. გვაქვს საწური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ღრმა შეგრძნებების სტიმულაციისათვის, გორგოლაჭებს შორის გაძრომა ბავშვისთვის იწვევს ღრმა შეგრძნებას და ასტიმულირებს შეხებას. ასევე გვაქვს კასრი, რომელიც კარგი საშუალება არის ასევე წონასწორობის სავარჯიშოდ, სხეულის პოზიციისათვის, თვალებისა და თავის მოძრაობის იზოლირებისათვის, ასტიმულირებს პროპრიოცეპტულ, ვესტიბულურ ხედველობით და შეხებით სისტემებს. ორიანში ბევრი შესაძლებლობებია იმისათვის, რომ ბავშვების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ხევის საჯარო სკოლის ნორჩ მკითხველთა კლუბის წევრები მაიკო ორბელიანის ლიტერატურულ სალონში სასწავლო წლის მთავარ შემაჯამებელ აქტივობაზე.
მე-19 საუკუნის კულტურული ტრადიციის გაცოცხლებითა და ამ პერიოდის ქართული ლიტერატურის კორიფეების შემოქმედებითი ნიმუშების წარმოდგენით, რომელსაც მხატვრული ელემენტები ამდიდრებდა, ღონისძიების მონაწილეებმა საინტერესო და დასამახსოვრებელი სანახაობა აჩუქეს ხევის სკოლის აუდიტორიას. ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალე მედიტი შავი ყორანი. საუბარი იყო თემაზე, რომელიც მე-19 საუკუნეში ხდებოდა. ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ასევე საუბარია ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავ სიყვარულზე, ეკატერინე ჭავჭავაძეზე. ეკატერინე ჭავჭავაძე სწორედ ის ადამიანი იყო, რომელმაც ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებები შემოგვინახა და ჩვენამდე მოაღწია. ასევე ჩვენ სკოლას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენს პედაგოგს ქალბატონ მადონა ხაჩიძეს. მისი ფასდაუდებელი შრომით და გვერდში დგომით ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა შევძელით, რომ ჩვენი როლი საუკეთესოდ წარმოგვეჩინა. მე ვარ ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ვასრულებ ნიკოლოზ ბარათაშვილის როლს. კარგად გავეცანი პოეტის ბიოგრაფიას. მისი თანამედროვენი მას ახასიათებენ როგორც საუკეთესო მეგობარს, ხეავსა და ხალისიან ჭაბუკს. მასაც შემსავით ყვარებია ცეკვა. შევიტყვი, რომ პოეტისთვის საქართველოს ისტორია მისი აწმო და მომავალი უპირველეს ფიქრის საგანი ყოფილა. ჯეროდა და მჯერა, რომ ქართველ ერს მუდავ ეყოლება მერანი, რომელიც წარსულის ტყვევიდან დააბრუნებს და მომავლის ნათელგზაზე გაიყვანს. როგორც ცნობილია, მაიკო ორბელიანის სახელგანთქმულის სალონის ისტორია მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე გრძელდებოდა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა, მწერლების, ხელოვნების მოყვარულთა თავშეყრის ადგილი იყო. სწორედ ეს პათოსი იყო ლიტერატურულ მხატვრული ღონისძიების მთავარი ხაზი, რომელმაც ნორჩმკითხველთა კლუბი ერთგუნდად შეკრა და იმ დროის საქართველო გააცოცხლა. დღეს მართლაც განსაკუთრებული საღამოა. ამაღელვებელი განწყობით და ქართული სულის პოეზიით. ჩვენ გავიხსენეთ ის დრო, როდესაც საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა. სწორედ ამ სირთულეებმა შვა გენიალური პოეტები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით უკდავყვეს ერის ოცნებები, ტკივილი და იმედები. ამ საღამოს ვუძღვნით მე-19 საუკუნის ქართულ რომანტიზმს და მის სამ უდიდეს პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანსა და ალექსანდრე ჭავჭავაძეს. მაიკო ორბელიანის ლიტერატურულ სალონში შევეცადეთ ამ ეპოქის მაჯისცემა გვეჩვენებინა. სამშობლო სიყვარული, ეს ის გრძნობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა ქართველს. ხევის სკოლაში ნორჩმკითხველთა კლუბი ერთი წელია ფუნქციონირებს და მისი წევრები საინტერესო ლიტერატურული პროცესების მონაწილეები არიან. მკითხველთა კლუბი ჩვენ სკოლაში ჩამოყალიბდა და მიმდინარე სასწავლო წელს სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს ბავშვებმა. იყვნენ სტუმრად ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, იყვნენ სტუმრად მთაწმინდაზე მწერალთა პანთეონში, სადაც ჰქონდათ ღონისძიება. ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, არა მარტო მასწავლებლის, თვითონაც ძალიან ბევრი იდეები მოდიოდათ პროცესის განმავლობაში და საბოლოოდ გადაწყვეტეს, რომ დაეგვირგვინებინათ ასეთი მასშტაბური და ლამაზი ღონისძიებით. ძალიან საინტერესო იყო და მრავალფეროვანი გახადა სასკოლო ცხოვრება ამ კლუბის არსებობამ და იმედია ტრადიციად იქცევა და მომავალ წელსაც გვექნება. ხევის სკოლაში მოქმედი ნორჩმკითხველთა კლუბი, რომელმაც სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიებით გაამდიდრა სასკოლო ცხოვრება, მომავალშიც ბევრ საინტერესო აქტივობას გეგმავს. მანგანეზის გუნდი სრული შემადგენლობით ჩამოვედით ზესტაფონის სფეროშენადობთა ქარხანაში იმისთვის, რომ დავსწრებოდით სამუშაო პროცესს. კერძოდ მეოთხე საამქროში, სადაც მოხდა 21 ღუმელის სრული განახლება, რაც პირდაპირ კავშირში არის წარმოების ზრდასთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი კვანძი 22 ღუმელისა, რომელმაც უნდა მოგვცეს დღეღამური 70 ტონა წარმადობა, შესრულებულია რამე თუ ღუმელის გარცხმი,
უკვე მოთავსებულია თავის ადგილზე ამ ისტორიულ ფაქტს. დაემთხვა ჩვენი სათავო ოფისის სტუმრების მობრძანება. წინწრებით შემიძლია მყარად და თამამად თქვა, ნომერ 22 ღუმელის მინიმუმ 20 წლის რესურსი ექნება ექსპლუატაციისა. აი ეს არის ქართულ მეტალურგიაში კიდევ ერთხელ გადადგმული ძლავრი და გიგანტური ნაბიჯი, რამე თუ ეს ყველა სამუშაოები შესრულებული იქნა უშუალოდ ქართლის პერსონალის მიერ, ყველა მოიჯარადე ორგანიზაციების გარეშე. და ამაყიდა ბედნიერი ვარ, აი ამ დღეს, როცა ეს ისტორიული ფაქტი დადგა, ჩვენ სტუმრებთან ერთად ერთობლივად მოვახდინეთ მისი ვიზუალური დათვალიერება.